უზარმაზარი პრობლემებია ძეგლის მხატვრობასთან მიმართებაში. ყველა საეტაპო ძეგლზე, როგორიც არის გაგითხრათ, ყინწვისი, გელათი, ცაიში შემოქმედი, ფაქტობრივად ფრესკები ცვივა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ტაძრებზე პირველ ყოვლისა დავგეგმოთ ის სამუშაოები, რაც ფრესკებს უქმნის საფრთხეს და რის გამო ეს გამოწვეული ხომ, ან სახურავიდან ჩადის წყალი, ან კაპილარული აწობის შედეგად მიწიდან ხდება აი ამ ტაძრების დანესტიანება. ანუ პირველ ყოვლისა უნდა აღმოვუხრათ ეს პრობლემები, რაც ფრესკებს უქმნის საფრთხეს. და შემდეგ უკვე დავიწყოთ ფრესკების გადარჩენითი საკონსერვაციო სამუშაოები. თუმცა აქაც ვაწყდებით უზარმაზარ პრობლემას, იმიტომ რომ ფრესკები საჭიროებს მულტიდისციპლინურ კვლევებს. გელათის მაგალითმა ნათლად გვაჩვენა, თუ რამდენი სპეციალისტი უნდა იყოს ჩართული და რა პროფესიის სპეციალისტები, რომ ზუსტად დავსვათ დიაგნოზი, რა ჭირს კედლის მხატვრობას. ჩვენ არ გვაქვს ლაბორატორია ქვეყანაში, რომელიც ზუსტი დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას მოგცემს. ანუ უნდა გავგზავნოთ სინჯები უცხოურ ლაბორატორიებში, იმათმა გვითხრან დასვან დიაგნოზი, მაგრამ მეორეა, როგორ ვუმკურნალოთ შემდეგ. და რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან ისეთი არ ვაკნინებ ქართულ კედლის მხატვრობის კონსერვატორებს და მათ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი გაწეული საქმიანობისთვის, მაგრამ უყურეთ, გვაჩვენა ჩატარებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა, რომ სვეტიცხოველში ფრესკები თეთრდება, ყინწვისში ვარდისფერი აქვს. ფაქტია, რომ რაღაც ისე ვერ გაკეთდა, როგორც უნდა გაკეთებულიყო. ამიტომ, რომ არ გავაფუჭოთ ის, რაც გვაქვს, აუცილებელია, რომ ხანგრძლივი მხოლოდ და მხოლოდ დეტალური კვლევების საფუძველზე დავიწყოთ ესეთი ძეგლების რეაბილიტაცია.